პრემიერ-მინისტრმა და ახლა ირაკლი კობახიძე აკეთებს განცხადებას, რომელსაც პირდაპირ ეშუქებთ. იტალიელ სტუმრებს მობრძანებისთვის, როგორც პოლიტიკოსებს, ასევე საზოგადოების წარმომადგენლებს და დღეს ასევე ჩვენ მოვინახულეთ ჩვენი გენერალური საკონსულო, რომელიც გაიხსნა მილანში. ეს გენერალური საკონსულო ემსახურება როგორც ჩვენი დიასპორის ინტერესების დაცვას, ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას. თქვენ იცით, რომ ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულ-იტალიურ ურთიერთობებს ვაფასებთ, რა თქმა უნდა, იტალიის როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენი სურვილია, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები. და რა თქმა უნდა, გენერალური საკონსულოც ამ ყველაფერში ძალიან დიდ როლს შეასრულებს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ორხრივი ურთიერთობების განვითარება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისითაც. შესაბამისად, გამოთქვათ იმედს, რომ ეს ურთიერთობები მომავალში უფრო მეტად გაღრმავდება. სამეცნიერო დაკითხვა, რომელიც უნდერში გაიმართება, როგორი გამოგიდის შესახებაც და რა იქნება თავი გზავნილი საკითხი. თქვენ იცით, რომ საქართველოს და უნგრეთს ერთმანეთთან გვაკავშირებს განსაკუთრებულად მჭიდრო თანამშრომლობა. უნგრეთი არის საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერი, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების კუთხით, ასევე საქართველოს ევროპული მისწრაფეების თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება და რა თქმა უნდა, კომისიის ხდომა, რომელიც გაიმართება ბუდაპეშტში, ემსახურება ორხრივი თანამშრომლობის საკითხების განხილვას. საუბარი იქნება როგორც პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, ასევე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და თანამშრომლობის სხვა საკითხებზე. მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ურთიერთობების განვითარებას. ამერიკაში ახალი ელჩია აგრემანის მიიღო, რა იქნება დავალება თამარ-დანიაშვილის და როგორ ფიქრობთ, რაც არის ურთიერთობების შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობის თუნდაც აგრემანის გაცემა ის, რომ ეს პოლიტიკური სვლა როგორ გასულებს სპეკულაციებს, რომ ამერიკა არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლებას ამაზე ნამდვილად იყო სპეკულაციები ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით და ამ კუთხითაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო მიიღო პრეზიდენტი აგრემანი ჩის დანიშვნასთან დაკავშირებით და საქართველოს ძალიან მალე ეყოლება უკვე ოფიციალურად დანიშნული ელჩი, უკვე წარდგენება არის გაგზავნილი საქართველოს პრეზიდენტთან და ქალბატონი თამარ ტალიაშვილი, რომელიც არის გამორჩეულად ღირსეული კანდიდატი ამ პოსტისთვის, იქნება დანიშნული ელჩის პოზიციაზე. რაც შეეხება ამოცანას, ამოცანა არის აბსოლუტურად ცხადი. ჩვენ საუბრობდით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გვესახება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარება და ჩვენ პირველ რიგში საუბრობთ სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას. და უფრო მეტი ჩვენ ვაცხადებთ ღიად, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და უფრო მეტიც ჩვენ გვინდა, რომ კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ამოცანებით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა. და რა თქმა უნდა, ეს არის ელჩის ამოცანაც, რომ დაარწმუნოს ამ ყველაფერში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ღირებულებითი თანხმობის პირობებში ეს ურთიერთობები გადაიტვირთება და სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ ბრძოლა გრძელდება ახალ ადმინისტრაციას და deep state-ს შორის და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაცია იქნება სრულად წარმატებული ამ ბრძოლაში. ბრიუსელში თავად აცხადება, რომ მიიწვიეს რეალურად რა მიზანს ემსახურება მათი ვიზიტები ევროპის პროცესში. მიზანი მუდმივად არის ერთი და იგივე, ეს არის საბოტაჟი. ხო, თქვენ გახსოვთ, ჯერ კიდევ როცა განიხილებოდა საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი, მაშინდელი პერიოდიდან უკვე აქტიურად აწარმოებდნენ საბოტაჟს ოპოზიციის წარმომადგენლები. ამის შემდეგ საბოტაჟი გაგრძელდა განსაკუთრებით გასული 4 წლის განმავლობაში, როდესაც განიხილებოდა კანდიდატის სტატუსის საკითხი, როდესაც განიხილებოდა მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ეს არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელიც არის მუდმივად საბოტაჟით დაკავებული. აქაც ჩვენი ამოცანა არის ცხადი და ნათელი, ჩვენი მიზანია საბოლოოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად და რა თქმა უნდა, აქაც მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა. რა თქმა უნდა, ოპოზიციის ვიზიტები არის მიმართული სწორედ საპირისპიროსკენ და ეს არის რამენერად, ეს არის ის, რომ მათ სურთ რამენერად ხელი შეუშალონ ურთიერთობების გადატვირთვას. ჩვენ ძალისხმევას არ დავაკლებთ, დანარჩენი დამოკიდებული იქნება, რა თქმა უნდა, ევროპული სტრუქტურების მიდგომას. ევროატლანტიკური ინტეგრაციაზე კითხვა, ნატოს სამეკავშირეობის განცხადებას ნახავთ. ცოტა წინააღმდეგობრივი ხაბარ არის იმის გათვალისწინებით, რომ ამ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 30 წელი ამ განუხრელად ხარს უჭერეს საქართველოს რეფორმის და ერთგულები რჩებიან ქართლის სამეფოს განცხადებს, თუმცა რეფორმების ტემპის გამო ბოლო პერიოდში რა გამჭირდა უსმენია. ზოგადად
რჩება თუ არა დღის წესრიგში ევროინტეგრაცია, ევროატლანტიკური ინტეგრაცია თქვენთვის? თქვენ იცით რომ რაც შეეხება ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ამ კუთხით საქართველოს ყველაფერი აქვს შესრულებული, აბსოლუტურად ყველაფერი, მაგრამ ასევე მოგეხსენებათ რომ მეორე მხრიდან არის შეჩერებული საუბრები გაფართოებასთან დაკავშირებით. ეს არის შესაბამისად დღევანდელი მდგომარეობა. ნათლად აცხადებენ ნატოს წარმომადგენლები, რომ არც საშუალო პერსპექტივაში ისინი არ აპირებიან უკრაინის და საქართველოს გაწევრიანების განხილვას. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. დანარჩენი ნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები.